მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ალგორითმი. ეს არის შემაჯამებელი გადაცემა. გვინდა რომ პროექტი, რომელიც ეხებოდა ხელოვნურ ინტელექტს, რას მოიცავდა შიდა ქართლის რეგიონში, რა აქტივობები განხორციელდა, გვინდა რომ გარკვეულ შედეგებზე ვისაუბროთ და ოთარ კვერიკაშვილთან ერთად, რომელიც ამ კურსს ხელმძღვანელობდა, ვიწყებთ საუბარს და შევეცდებით რომ ის ძირითადი აქცენტები გამოვკვეთოთ, რასაც ეს პროექტი ითვალისწინებდა და რა მიზნის მიღწევასაც ჩვენ ერთობლივად ქართული მედია ჯგუფის გუნდი ვცდილობდით. ოთო, დავიწყოთ პირდაპირ თავდაპირველი შედეგები, რა შეიძლება ვთქვათ უკვე პროექტის დასასრულს, ჯერ ზოგადი შედეგები და მე უფრო ჩავშალოთ თემა, რა იყო მნიშვნელოვანი ამ პროექტში, თავდაპირველად რატომ დავიწყეთ, რა იყო მიზანი და რა რეალობა მივიღეთ დღეს უკვე რეგიონის მასშტაბით. მოკლედ პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ეს არ არის მხოლოდ ლითონის სიტყვები, რადგან თავიდან ჩვენ რაც გქონდა დაგეგმილი 30 ადამიანზე გათვლილი, რომ 30 ადამიანს რაღაცა საბაზისო დონეზე შეესწავლა ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და რაღაც დონეზე გენერაციული ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტიც ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ადამიანების გარდა განსაკუთრებით კონფერენციაზე ფაქტიურად 100-მდე ადამიანი იყო ფაქტიურად ჩართული იმ პროცესში, დაინტერესებული ამ მთელი ამ პროცესით და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მინიმუმ 100-150 ადამიანი არის ისეთი, ვინც ჩვენი პროექტის დაწყებამდე საერთოდ ახლოსაც არ იყო ამ ქუჩაზე ჩავლილი ხელოვნური ინტელექტის საერთოდ შეხება არ ქონდა ხელოვნურ ინტელექტთან, ახალია საქართველოში და ფაქტია, რომ ადამიანები ეხლა იკვლევენ ამ სფეროში ცოდნას, თუმცა აი დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გორში დღესდღეობით, ჩვენი მეშვეობით, ძალისხმევით და იმ ადამიანების მონდომებითაც, მათ შორის ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, მონაწილეების, კურსანტების მეშვეობითაც ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით აი მინიმუმ 150 ადამიანი საუბრობს ამ თემაზე, მუშაობს, რაღაცებს აკეთებს, რაღაცების სწავლას ცდილობს და ეს არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ რაღაცა რო დაიწყო პირველ რიგში გჭირდება ამ სფეროს გარშემო რაღაც დისკურსი უნდა მიდიოდეს და შემდეგ უკვე ვითარდება, რაღაცა ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში და ასე შემდეგ და ჩვენ ფაქტიურად შევძელით ის, რომ ძალიან დიდ მასშტაბზე გავედით აი ამის თქმა. თუმცა აი კურსი, რომელიც მოიცავდა 12 შეხვედრას სხვადასხვა თემაზე, 30 ადამიანი მოვიდა სხვადასხვა სფეროდან და საინტერესოა, ალბათ მაყურებელსაც დაინტერესება და უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ის ძირითადი თემები, რაზეც ამ კურსზე იყო საუბარი, რა კითხვები ქონდათ უფრო მეტად და საყურადღებოა ასევე, როდესაც ჩვენ შერჩევა გამოვაცხადეთ, რა სფეროს წარმომადგენლები უფრო მეტად დაინტერესდნენ. ძირითადად რა თქმა უნდა, აქ იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორიდან, სხვადასხვა საჯარო სექტორიდან იყვნენ ადამიანები და სხვადასხვა პროფესიებიდან, მათ შორის მედიცინიდან და ასე შემდეგ. თუმცა პირველი რაც იყო პირველ ტრენინგებზე, რაც დავინახეთ და პირველ გაკვეთილებზე, ეს იყო რაღაც შიში გამოწვეული რაღაც მითებიდან, რომელზეც მუშაობენ რომელიც ვრცელდება სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივებით და აი ადამიანებს ზოგს ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენია რაღაცა ანტიქრისტეს ბეჭედი და ასე შემდეგ და ამ შიშების გამო ადამიანები თითქოს ერიდებიან, რომ ამ სფეროსთან გვერდზე ჩაიარონ და რაღაც ცოდნა მიიღონ. თუმცა ამ ხალხმა დაინახა, რომ ხელოვნური ინტელექტი არის იმდენად მნიშვნელოვანი რამ, ხელოვნური ინტელექტი შევა თითქმის ყველა სფეროში შესულია უკვე. და ხელოვნური ინტელექტის გარეშე არ იქნება არც ერთი სფერო. ხელოვნური ინტელექტი მუშაობს როგორც მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, რა ვიცი, ყველგან გაყიდვებში და ასე შემდეგ და ამის გარეშე ფაქტიურად უხელფეხო ადამიანი ხარ და შიშები რას ეხებოდა ძირითადად? შიშები ეხებოდა, რომ შიშები ეხება იმას, რომ როგორც პროპაგანდა მუშაობს ახლა ამაზე, რომ აი შიშები ძირითადად მომავალზე, რომ აი სუპერინტელექტის ეპოქა როცა იქნება. რობოტები მოიცავს სამყაროს და ადამიანი აღარ იქნება საჭირო. ჩვენ წაგვართმევენ ყველაფერს და გადაგვივლიან და სამყაროს დაღუპავენ და ასე შემდეგ. თუმცა სუპერინტელექტამდე ჯერ არის ძალიან დიდი დრო.
ჯერ იქამდე გასავლელი გვაქვს, მერე გააჩნია ხელოვნური ინტელექტი, ვის ხელში იქნება, რა რეგულაციებს გაივლის, როგორ ეთიკურ ნორმებში გაივლის, რა საკანონმდებლო ჩარჩოები შეიქმნება სხვადასხვა ქვეყნებში, ნუ ეხლავეა ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, ნუ ის დიდი კომპანიებიც, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ, როგორც OpenAI, Anthropic-ი, რა ვიცი, Microsoft-ი, Google-ი და ასე შემდეგ, ისინიც ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ მუშაობენ და იმ რეგულაციებს ასე თუ ისე იცავენ და მართალია იმდენად სწრაფად მიდის პროგრესი, რომ შეიძლება რეგულაციები და რაღაც ეთიკის ჩარჩოები ხანდახან ვერ ეწეოდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ეს არის რაღაცა მომავლის თემა და ეს შიშები ეხლა ისეთ რამეს გავს, რომ აი ადამიანი შიშისგან ჩაიკეტო, აღარ მახსოვს რომელი ოჯახი იყო, მე მგონი კანადაში, 9 წელი ბუნკერში აცხოვრა თავისი ცოლ-შვილი და ეს მაგას ნიშნავს, რომ სადღაც 50 წლის მერე თუ რაღაც იქნება და შენ ეხლავე იმის შიშით, რომ ემან და არაფერი არ დაგემართოს 50 წლის შემდეგ განვითარებაზე რო უარს ამბობ და განვითარებაზე უარს ამბობ, ეს აღარ არის ჩვეულებრივი სიტუაცია, როგორც ადრე შეგეძლო, რომ განვითარებაზე უარი გეთქვა, წიგნი არ წაგეკითხა, კომპიუტერი არ გესწავლა, რაღაცა პროგრამები არ გესწავლა, დღეს ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რო ფაქტიურად 1 წელი ჩამორჩე ამ ყველაფერს, შენ ფაქტიურად ჩათვალე, რომ გამოქვაბულის დონის ადამიანი ხდები იმ პროგრესთან და იმ ინოვაციებთან შეფარდებით, რასაც ეხლა ხელოვნური ინტელექტი მოიტანს და ხელოვნური ინტელექტის მთავარი მახასიათებელი რაც არის, აი ყველაზე მთავარი რაც არის, ეგ არის ის, რომ დრო დაჩქარდება. დრო ჩქარდება, ანუ 1 წლის გასავლელს გავდივართ 1 თვეში. თუმცა აი რომ დავაკვირდეთ უფრო მეტად ამ ეტაპისთვის, მე რასაც ვაკვირდები ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად რაღაც სახალისო ვიდეოების გენერაციაში და ფოტოების გენერაციაში იყენებენ. რამდენად ანუ სწორი არის აი ამ ეტაპის გავლა, ანუ ეს უნდა გაიაროს საზოგადოებამ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე თუ უბრალოდ დროის ფლანგაა და განვითარებასთან არ არის. აი ხელოვნური ინტელექტი არის თვითონ ძალიან მასშტაბური და კომპლექსური სფერო. ხელოვნური ინტელექტი იმდენად მასშტაბურია, რომ ავიღოთ აი სამყარო, მთელი სამყარო და რა ვიცი, მიმართულებები აქვს, მილიონი მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს, ნუ ძირითადი მიმართულებები შეიძლება დავყოთ 10-15 მიმართულება, რომელსაც თავისი ეს აქვს, რა ქვია, განვითარების პერსპექტივა აქვს, თავისი განვითარების ისტორია აქვს, როგორც არის მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, კომპიუტერული ხედვა, NLP, დიდი ენობრივი მოდელები და ასე შემდეგ. და ნუ ყველას თავის მიმართულება აქვს და ცალკე სამყაროები, მიკროსამყაროებია ესენც რო ავიღოთ. თუმცა ჩვენთან რამაც ფეხი მოიკიდა გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზები, ასე ვთქვათ, მონაცემთა ცენტრები, არ გაგვაჩნია AI სტრატეგია, არ მუშაობენ ჩვენი უნივერსიტეტები ამ მიმართულებით, სახელმწიფო არ მუშაობს ამ მიმართულებით, რომ რაღაცა კვლევა ძიების პროცესი მიდიოდეს და რაღაც აქ ენობრივ მოდელი რაღაც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობდნენ, იმიტომ რომ რადგან ეს არ არის აი რაც მარტივად მოდის და ესე აპლიკაციების დონეზე რომ აი მარტივად ერთი პრომპტის საფუძველზე რომ შეგიძლია შენ რაღაცა ვიდეო დააგენერე, რომ ხალხი ერთობა. ჩვენაირი ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში მყოფი ქვეყანა და აი ეს მუდმივი ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვეშ მყოფი და პროპაგანდა დეზინფორმაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა და რომელსაც თავისი სასაზღვრო პრობლემები აქვს და საოკუპაციო ხაზი აქვს და ასე შემდეგ, განსაკუთრებულად ამ მიმართულებებით უნდა იყენებდეს ხელოვნურ ინტელექტს, განათლებაში უნდა იყენებდეს, რა ვიცი, სოფლის მეურნეობაში, ყველაფერში უნდა იყენებდეს და რა ვიცი, ჩვენ ხედავთ, რომ ხელოვნურად, მართლა ხელოვნური ინტელექტი ხელოვნურად არის გაჩერებული გართობაო რო ახსენე, ამაზე მინდა ჩაგეკითხო, ეს შესაძლებლობები შესაძლოა გამოყენებული იყოს და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. დეზინფორმაციის გავრცელების. აი მაგალითად ცოტა ხნის წინ ვეშაპმა შეჭამა გოგო, ეს მოიცა მთლიანად Facebook-ით და მთლიანად სოციალური ქსელები და ეს ბოლოს აღმოჩნდა AI-ით გაკეთებული რაღაც გენერაციული ვიდეო. როგორ უნდა მიხვდეს ჩვეულებრივი მაყურებელი, ეს ფეიქია თუ ნამდვილია, აი ამის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ელემენტარული მარტივი რაღაცა ხელსაწყოები თუ არსებობს, რომ რაც გავრცელდება, ის ეგრევე არ დავიჯეროთ. არსებობს ხელსაწყოები, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც და
რაღაცა ნაკლით შეიძლება არ არის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ეგ ავთენტურობის პრობლემა, განსაკუთრებით აი ხელოვნური ინტელექტის, აი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად. ეს კიბერდამნაშავეები, ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც პროპაგანდაზე, სიყალბეზე მუშაობს და პროპაგანდა დეზინფორმაციაზე მუშაობს, ну ესენი გამოიყენებენ ამას, მე არაერთხელ ვახსენე წინა გადაცემებში, რომ თაღლითური სქემები, ძალიან ბევრი თაღლითური სქემა მუშავდება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ვიშინგის მიმართულებით, რომელსაც იყენებენ კიბერდამნაშავეები, როდესაც შენეხ ადამიანის კლონირებას ახდენენ, როგორც ხმის, ისე სახის და ასე შემდეგ. და ну ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ეხლა წინა გადაცემებში თქვი 10-დან 5-მაც რო დაიჯეროს, რომ ტყუილია, ну მათ თავისი საქმე გაკეთებული ექნება და ძალიან რთული იქნება. ну დროთა განმავლობაში ალბათ ისევე AI-ის დახმარებით იქნება ძლიერი სისტემები, რომლებიც ამის დეტექციას მოახდენს და აღმოაჩენს ამ ყველაფერს. ეხლაც არის რამდენიმე სისტემა, მაგრამ მას სჭირდება პროფესიონალები, რაღაც დონეზე სჭირდება ცოდნა იმის, რომ მოიკვლიო, გამოიძიო, დატესტო, როგორია. თუმცა ჩვენ ვერ მოვთხოვთ გარკვეული დასახლებების მოსახლეობას, რომ შენ ეს ხელსაწყობი ადამიანებს ვერ მოსთხოვ, იმიტომ რომ არის რისკი, რომ აი დეზინფორმაციული კამპანიისთვის კონკრეტულმა ჯგუფებმა ძალიან ინტენსიურად გამოიყენონ. და ალბათ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან დიდი როლი აქვს ჟურნალისტებს და ზუსტად ერთ-ერთი მიმართულება და მთავარი ხაზი იყო ამ პროექტის ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლება. ჟურნალისტებთან გქონდათ უფრო მეტად აქცენტები გაკეთებული ოსინტზე, ოსინტ ხელსაწყოებზე და მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ მეტალაბჯიზე საიტზეც არის ამისი გზამკვლევი გამოქვეყნებული, უფრო მეტად რა არის საჭირო, რომ აი ამ ოსინტის გარშემო ჟურნალისტებმა იცოდნენ პირველ ეტაპზე და როგორ უნდა დაიწყონ განვითარება. ну აი ოსინტი, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, ზოგადად ტექნოლოგიები განსაკუთრებით განვითარდა ხელოვნური ინტელექტი. ну რაც თუ მაგალითად სხვა სფეროები ცოტა ნელა ვითარდება და ცოტა ნელა შემოდის ტექნოლოგიები სხვა სფეროებში ეს ხელოვნური ინტელექტი, აი ტექნოლოგიებში თავიდანვე ძალიან მაგრად შემოვიდა და ну რა ეხლა ოსინტი ახსენე და ოსინტი უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარების გარეშე რეალურად ოსინტი აღარ არსებობს. როგორც მაგალითად ავიღოთ კიბერუსაფრთხოება კი აქვს თავისი მიმართულებები, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო ძალიან ბევრი როგორც სიკეთე, ისე საფრთხეები მოიტანა კიბერუსაფრთხოებაში. ანუ და ასევე მონაცემთა მეცნიერებებში და კიდევ ნებისმიერ ტექნოლოგიური მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად პარალელურ რეჟიმში იზრდებიან ეს ტექნოლოგიური მიმართულებებიც და ну ჟურნალისტებს თავისთავად თუ აქამდე სჭირდებოდათ ოსინტ მიმართულებით რაღაც ცოდნა კი არა ოსინტის საქართველოში რო ავიღოთ ეხლა რამდენი მე არ მინდა რომ რაღაც ისე გამოვიდეს, მაგრამ ძალიან ცოდნის დეფიციტი ამ მიმართულებით და განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით ადამიანები შეიძლება ამბობენ რომ რაღაცა მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ვერ გეტყვიან ერთ ოსინტ ხელსაწყოსაც კი და ნუ ოსინტ ხელსაწყო თუ არ იცი და იძახი რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობ, ანუ ოსინტზე თუ გაგნებაში არ ახარ და არ იცი რა არის ოსინტი და წარმოდგენა არ აქვს და შენ მუშაობ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ჟურნალისტიკის და განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, ეს ნიშნავს რომ აი რა ვიცი ჯარისკაცი ომში წახვიდე და ისიც კი არ იცოდე რომ იარაღი არსებობს. ну იმაზე აღარ არის ლაპარაკი, როგორი მეომარი ხარ, ისიც კი არ იცოდე და ამ დროს იძახდე რომ აი ჯარისკაცი ვარ და რაღაც აი ისეთივე შედარება, აი რაღაცა ფეხბურთელი მიიყვანოს სტადიონზე და არ იცოდეს რომ ბურთი არსებობს. ну ჟურნალისტს რა თქმა უნდა მოეთხოვება დიდი ანალიტიკური ცოდნა, მე აღარ ჩამოვთვლი რა მოეთხოვება ჟურნალისტს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ოსინტი, რომელიც რა ვიცი ღია წყაროებისზე დაყრდნობით გეხმარება გამოძიებაში ამა თუ იმ სფეროს. ამ ხრივ რა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს ამ პროექტის პარალელში ჩართულმა ჟურნალისტებმა? ვეცადეთ რომ განსაკუთრებით იმ მიმართულებებით მოგვემზადებინა, ოსინტ ინსტრუმენტებიც გვესწავლებინა და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაშიც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მარტივად შეძლებოდათ რაღაცის მოძიება, გამოძიება, რაღაცის კვლევა
და რა თქმა უნდა ადამიანი ერთ თვეში და ორ თვეში ვერ გახდება რაღაც საქმის პროფესიონალი, თუმცა თავარია რომ რაღაცაზე დაფიქრდნენ, გაიგონ რომ ეს არსებობს, ეს მიმართულება და მე როგორც დასჭირდებათ ისე მოიხმარონ თავის პროფესიაში. მაგრამ კიდევ ვიძახი, ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება ზოგადად ნავიგაცია რა ვიცი, საკუთარ პროფესიაში და ოსინტი ეხლა მარტო ჟურნალისტებისთვის არ არის, ოსინტი რა ვიცი, არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ ძალიან, ოსინტი სჭირდება ბიზნესში მყოფ ადამიანებს და რა ვიცი, ნებისმიერ სფეროში ანალიტიკოსებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიმართულებით ვინც მუშაობენ და რა ვიცი, მე მგონი ჩვენ შევძელით რომ რაღაც დონეზე და თან განსაკუთრებით ეს გზამკვლევი რაც გაკეთდა, ესეც ალბათ რაღაც დონეზე წაადგება იმ ხალხს, ვინც დაინტერესებულია ამ თემით. თავდაპირველად იდეა იყო ცენზურისკენ მიმართული კანონებიდან გამომდინარე. ჩვენ მაყურებელს რომ უთხრათ, ვინც შეხებაში არ ყოფილა ამ დრომდე ხელოვნური ინტელექტთან, რა არის შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იმ კანონების ფონზე და იმ ცენზურის პირობებში, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ არა მხოლოდ ჟურნალისტებმა, რა შეუძლია AI-ს ზოგადად რომ შეუძლია ძალიან და აი აქვე ჩაგეკითხები 37 წელს ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე იგივე მეორდება რომ სიტყვის თავისუფლება იხშობა, თუმცა აი ამ პირობებში AI-ის პირობებში რა განსხვავებებს ხედავ? AI-ს შეუძლია ძალიან ბევრი. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების მოკავშირე აი ამ რეპრესიული მანქანის მოკავშირე ამ პირობებში არის უვიცობა. უვიცობა განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების ფლანგზე, რომლებიც ვერ იყენებენ ხელისუფლების სისუსტეებს, ხელისუფლების აღვირახსნილობას და ხელისუფლების, აი ესე ვთქვათ, მოღალატეობრივ საქციელს ვერ იყენებენ თავის სასარგებლოდ. როგორ უნდა გამოიყენო? ყველა წუწუნებს, რომ აი ფული არა გვაქვს, ის არა გვაქვს, ეს არა გვაქვს და ხელოვნური ინტელექტის პირობებში, როცა შეიძლება ადრე რაღაცაში თუ გჭირდებოდა 50 მილიონი დოლარი, ეხლა შეიძლება ერთი $5 პაკეტით რაღაც პროგრამით იგივე რაღაც გააკეთო ხელოვნური ინტელექტით. ის იგივე რაღაცაში დაგეხმაროს ანალიტიკაში, დაგეხმაროს რაღაცის ელემენტარული პროპაგანდას უპასუხოს, ხო, რაც არის. რა ვიცი, მილიონი მიმართულებით, აი რა ვიცი, ვეღარც კი ვფიქრობ, იმდენი მიმართულებით შეიძლება რომ იმუშაო და ემუშაო აი ამ სიბინძურეს, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, აქეთ შეუტრიალო უკან, მაგრამ ხელისუფლების თავარი მოკავშირე ეს არის, კიდევ ვიძახი, ცენზურის პირობებში რა უნდა შეგიზღუდოს განსაკუთრებით ინტერნეტის და რა კანონიც არ უნდა შემოიტანოს განსაკუთრებით ინტერნეტის და ხელოვნური ინტელექტის პირობებში, ხელისუფლებამ როგორი რეპრესიული მანქანაც არ უნდა ამუშავოს, ვერაფერს ვერ გააჩერებენ, აი დაბლოკონ Facebook-ი, შეგიძლია რომ შექმნა შენი ავტონომიური სოცქსელები, შენი ავტონომიური მესენჯერები, რაღაცა ანალიტიკური ხელსაწყოები გქონდეს ისეთი, რომელიც ცენზურის პირობებში მუშაობს, აქეთ შეტევითი პოტენციალი გაგაჩნდეს, პროგნოზის სისტემები გაგაჩნდეს და პროგნოზის სისტემები გქონდეს, რომლებიც გამოთვლის ყველა მათ ნაბიჯს და მილიონი მიმართულებით შეიძლება აი რამდენიმე პარტიებს სჭირდებათ რამდენიმე ჯგუფი. მე ამ შემთხვევაში პარტიებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ რეალურად ისინი არიან საპირწონებო თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკა პარტიების გარშე არ არსებობს და ესე რომ ვინც არ უნდა რამდენი იძახოს, რომ მე პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს არ მომწონს, პარტიები ქმნიან პოლიტიკას ყველა ქვეყანაში ესეა და დღევანდელ ცხოვრებაში, ცივილიზებულ სამყაროში ესეა. როგორც არ უნდა დაიჭირონ რა კანონებიც არ უნდა შემოიტანონ, 2-3 წელში თავზე დაემხობათ ეს ყველაფერი. აი რუსეთში მაგალითად მიდის რაღაც მესენჯერების და რუსეთში რაღაც აკრძალვა ინტერნეტიც თუ აკრძალვა რუსეთში ცოტა სხვა სიტუაციაა, იმიტომ რომ რუსეთს ჯერ ეგეთი ტექნოლოგიურად ვითარდება ჩვენზე 1000-ჯერ მეტად განვითარებულია ტექნოლოგიურად. მეორეც რუსეთს აქვს თავისი მიმართულება, მაგალითად 2019-ში მიიღეს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია და იქ ესეთ რამეზე საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევიძინოთ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი დანარჩენი მსოფლიოსგან და რუსეთს 10-11 დიდი პროექტი აქვს განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიული მიმართულებით
რა თქმა უნდა პროპაგანდა დეზინფორმაციის კუთხითაც მუშაობენ, მათ ყავთ ძალიან ასე ვთქვათ ძლიერი ჰაკერული ჯგუფები და ნუ ყველაფერი ექვემდებარება FSB-ს და სპეცსამსახურებს იქ რუსეთში ამის გარეშე სპეცსამსახურების გარეშე. თუმცა ხალხამდე ეს სიკეთები არ მოდის და ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომობა არა. ანუ ადამიანების კონტროლში როგორც ვთქვათ ჩინეთს აქვს ეს კონტროლის და თვალთვალის მექანიზმები საკუთარ მოსახლეობაზე, ისევე აქვს რუსეთს ოღონდ ცოტა სხვა მიმართულებით და ჩვენ ნუ ამათ თუ ავიღებთ, ამათ არაფერი არ აქვს და ისინი ვერაფერს ვერ დაიჭერენ საქართველოში. რაც მალე მიხვდებიან და რაც მალე გაიაზრებენ ამათვის უკეთესი, რაც არ გაიაზრებენ და ყველაზე მეტად დაზიანდებიან ესენი. აი მას შევარ დაწუნებული. პროექტის თემას რომ დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ, ჩვენ ასევე გარდა იმისა, რომ კურსი გაიარეს ხელოვნური ინტელექტის მთელი რიგი საკითხებს გაეცნენ, ასევე პრეზენტაციებიც მოამზადეთ, ჩვენ ჩავაშენეთ მეტალაბჯიზე AI სპეციალური რუბრიკა, სადაც გარდა ამ გადაცემებისა, პოდკასტებსაც ნახავენ ჩვენი მაყურებლები და დაინტერესებული პირები, გარდა აი ამ რესურსისა, რაც ონლაინ შევქმნით, როგორ აპირებთ მაგალითად აი ამ ნაბიჯების გაგრძელებას, იმიტომ რომ რეგიონში იყო ეს პირველი, დაინტერესება გამოიხატა, რომ იყო დიდი და რა პერსპექტივაზე შეიძლება უკვე ვიფიქროთ, ვის სჭირდება დღეს შიდა ქართლში, ვის შეიძლება დაჭირდეს და როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი სფერო ჩაერთოს ადგილობრივ დონეზე. მოდი ესე ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი დასჭირდება აბსოლუტურად ყველას. გააჩნია ვინ როდის იგრძნობს ამის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცოტა ნელა შემოდის, ეს გავრცელება თითქოს ნელა ხდება ამ ყველაფრის და ადამიანები შეიძლება ეხლა ვერ გრძნობენ, რომ საკუთარ პროფესიაში ჭირდებათ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი დასჭირდებათ მასწავლებლებს, ხელოვნური ინტელექტი დასჭირდებათ ექიმებს, ხელოვნური ინტელექტი დასჭირდებათ სტუდენტებს, დასჭირდებათ აგრონომებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. აბსოლუტურად შეიცვლება პროფესიები და ტრანსფორმირდება, აი ვთქვათ, პროფესიების ტრანსფორმაცია მოხდება და ის პროფესიები, რაც შეიძლება ეხლა ძალიან აქტუალური იყოს, გადაიწევს უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვა ისეთი პროფესიები, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან, აი ჰიბრიდულ რეჟიმში, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მოახდენს გარკვეული სფეროების ფორმირებას და ჩამოყალიბებას. აი ასეთი იქნება მაგალითად, აი რა ვიცი, ავიღოთ, AI აგრონომი რაღაცა სამეცნიერო. ან გამოდის რომ ახლოს პერიოდში უმუშევართა დონე უფრო გაიზრდება, თუ არა უწყეთ ფეხი. გააჩნია ადამიანები პირველ ეტაპზე ალბათ უმუშევართა დონე გაიზრდება, იმიტომ რომ 2-3 წელი შოკი იქნება, ჩვენ ქართველები რაღაცა სანამ არ გადავხვდება თავს არ ვითვალისწინებთ და არ ვემზადებით იმისთვის, რომ მოვემზადოთ და რაღაც სისტემები შევქმნათ, რაღაცა ავაგოთ ეს არქიტექტურა ხელოვნური ინტელექტის, რომ რაღაცას მზად დავხდეთ, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ვიძახი კონკურენციაში ჩვენს მეზობელთან კი აღარ შევალთ და მეორე ქალაქის მკვიდრთან და ასე შემდეგ. ჩვენ კონკურენციაში შევდივართ დანარჩენ მსოფლიოსთან. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჩავთვალოთ, რომ აი საზღვრებიც ფაქტიურად მოიშლება. საზღვრები რომ მოიშლება, ანუ მოიშლება იმ გაგებით, რომ ენის პრობლემა აღარ იქნება. აი პირველი საფრთხე, ვისაც ემუქრება ეხლა რომ მოისმინოთ ექსპერტებისგან, ეს არიან თარჯიმნები, სინქრონული თარგმანი და ასე შემდეგ. ენის პრობლემა აღარ იქნება. ენის პრობლემა რო აღარ იქნება, რაღაცა გეგმის პრობლემა რო აღარ იქნება საწყისი კაპიტალის. ხელოვნური ინტელექტის კურსასმენები არის უკვე ხო Google-მა გამოუშვა, რომელიც ავტომატურად თარგმნის. სხვა რამეს ვიძახი. ენის პრობლემა რო აღარ იქნება, ბუღალტერის პრობლემა აღარ იქნება, იურისტის საბუთების მოწესრიგების, კონტრაქტების, იმიტომ რომ რაღაცების გაკეთება უკვე smart კონტრაქტებით შეგიძლია და ასე შემდეგ. შეგიძლია რომ ბიზნესი თუ რამე კარგი იდეა გაქვს, წაიღო და გააკეთო, რა ვიცი, გერმანიაში, იტალიაში და ასე შემდეგ. ამიტომ შენ კონკურენტ უნარიანი უნდა იყო უკვე არა ქართული ბაზარისთვის, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ ადამიანებს აუცილებლად შეექმნებათ აქ პირველ რიგში საქართველოში, აი ჩემი ღრმარწმენი თამაში ვარ დარწმუნებული. 2-3 წელი ძალიან დიდი კრიზისი, ეს 2-3 წელი ალბათ დაიწყება უკვე 1 წელში ან 2 წელში, ეს 2-3 წლიანი კრიზისი, შოკი, აი როგორც პანდემიის დროს იყო უარესი,
იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს მიყოლებით დაკარგავენ აქ სამსახურს, იმიტომ რომ ვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ შეიძლება, ის აუცილებლად დაკარგავს სამსახურს და მას ჩაანაცვლებს მეორე ადამიანი, რომელსაც ეწოდინება რამდენიმე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის კარგი გამოყენება და ეს პროცესი იქნება იმდენად აი ეს განგრძობადი, რომ შეიძლება რაღაცა მცირე კი არა, დიდი შოკის ეფექტსაც გამოიწვევს, მაგრამ მე როგორც ყველაფერში ქართველები ნიჭიერები ვართ და ალბათ ვეცდებით რომ ვისწავლოთ და თავს ძალა დავატანოთ და ვეცადოთ რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის გავხდეთ კონკურენტუნარიანები, თუმცა ისეთი სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, აი არაერთხელ აღმინიშნავს, რომ შენ თუ არა გაქვს რაღაცა საბაზისო ცოდნა, საფუძვლიანი ცოდნა იმ მიმართულებებზე, რაც აი თავში ჩამოუთვალე, რომ მასწავლება, მანქანური სწავლება, NLP ასე შემდეგ, შენ მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ვისწავლო რაღაცა 2-3 აპლიკაცია და ფოტო კარგად დააგენერირო თუ რაღაცა რეპორტი გააკეთო და ასე შემდეგ, ეგ უკვე აღარ არის საკმარისი და აღარ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ შენ გჭირდება მაგალითად დრონის მმართველი, რაღაცა დრონზე მომუშავე ადამიანი, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გჭირდება სოფლის მეურნეობის მაგალითად AI ანალიტიკოსი, რომელიც გააკეთებს ნიადაგის, აი თქვათ აი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ავიღოთ აი მარტივი რაღაცა. ნიადაგის ანალიტიკას გააკეთებს რაღაცა სცენარებზე დაკვირვებას, ანალიტიკას, მიგჭირდება AI აგრონომი, რომელიც მაგალითად კარგ კონსულტაციას გაგიწევს იმასთან დაკავშირებით, როდის აიღო მოსავალი, როდის გაყიდო, როდის აი ესეთი ამინდი იქნება, როდის ისეთი ამინდი იქნება, როდის ჯობია რომ შენი მოსავალი ბაზარზე გაიყიდო იმისთვის, რომ კონკურენციაში შევიდეს სხვის მოსავალთან და ასე შემდეგ. ეს თუ აღარ გექნება შენ და ეს ცოდნა თუ არ იქნება შენს გარშემო, შენ ყველაფერი ჩაგივარდება. იმიტომ რომ სხვას ექნება, ის სხვა გააკეთებს ძალიან მარტივად, რაზეც შენ რო აი ესე რაღაცა ალალბედზე და ჰაერზე გააკეთებ რაღაცას, ის სხვა, რა ვიცი, დაგეგმავს და გააკეთებს და თან რესურსებსაც დაზოგავს. მაგალითად ეხლა, რა ვიცი, წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, რომ აი მაგალითად ისრაელს აქვს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც წყლის რესურსებს უზოგავს და ისეთ პირობებში და სხვათა შორის ადამიანურ რესურსსაც უზოგავს და წყლის რესურსსაც და სხვათა შორის ძალიან ის არის ისეთ სიტუაციაში, სადაც წყლის დეფიციტია და ასე შემდეგ, ესეთი სისტემები კარგად მუშაობს და შენთვისაც კარგია და ყველასთვის კარგია და შემდეგ ის პროდუქტი რაც მოყავს თუ მოსავალი რაც მოყავს, იმასაც ისეთ ფასში ყიდი, რომ გადგება და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა იგრძნობს, რომ დასჭირდება. ამას იგრძნობს ფერმერიც, ამას იგრძნობს ექიმიც, ამას იგრძნობს მასწავლებელიც, სტუდენტიც, რა ვიცი, გაყიდვების მენეჯერიც, მარკეტოლოგიც, სოციალური მედიის მენეჯერიც, ჟურნალისტიც და ასე შემდეგ და ну აი ჩვენ გეგმებზე რომ მკითხე, ეგ არის რომ ჩვენ გზადვარსაც რომ მიმართო და უთხრა რა ნაბიჯები უნდა გადადგას, საიდან უნდა დაიწყოს და დავასრულოთ გადაცემა. ну არაფერი ჩვენთან კომუნიკაციაც როგორ იქნება შესაძლებელი? ну არაფერი ჩვენ ალბათ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, სწავლას, ალბათ სავარაუდოდ გვაქვს რაღაცა უახლოესი გეგმები ამ კურსების მიმართულებით და ალბათ გავაჟღერებთ სულ მოკლე ხანში და ეგ არის ადამიანებმა უნდა დაიწყონ ახლებურად ფიქრი და უნდა ჩამოყალიბდნენ და გაიაზრონ, რომ ამის გარეშე, ეს აი კარს არის მომგვარი და ამის გარეშე უბრალოდ ვერანაირ კონკურენციაში ვერ შევლენ ვერსად. აი საკუთარი უბნის დონეზეც ვეღარ შევლენ ცოტა ხანში კონკურენციაში და გამოუსადეგარი იქნებიან აბსოლუტურად ყველა სფეროში. ზოგს შეიძლება ეს პერიოდი დაუდგეს 1 თვეში, ზოგს შეიძლება 2 თვეში, ზოგს შეიძლება 2 წელში, მაგრამ ეს ეპოქა უკვე აქ არის და
ამას წინ ვეღარაფერი ვარ დაუდგება. მადლობა და ის ახალგაზრდები ალბათ ვინც ახლა ირჩევენ პროფესიებს და სტუდენტები ხდებიან, მნიშვნელოვანია რომ აი ამ საკუთარი პროფესიული მიმართულების პარალელურად ფეხი აუწყონ აი ამ თანამედროვე გამოწვევებს და დაიწყონ ხელოვნური ინტელექტის შესწავლა. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია და პროექტის ბოლო გადაცემას წარმოადგენდა დღევანდელი ჩვენი დიალოგი ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ქართული მედია ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით უკვე სიახლეებით და შესაძლებლობებით, რასაც არა მხოლოდ ადგილობრივ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ მომავალ შეხვედრამდე.